გამარჯობა, ზურაბერისთავი გახლავართ ერისთავი estates-დან. ამ ადგილზე ტყუილად არ დამიბარები ხართ. აქედან იწყება ჩვენი ტური ძალიან საინტერესო უძრავი ქონების ობიექტის სანახავად. ეს მდებარეობს ლისზე, ლისი დეველოპმენტში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და ლამაზი სახლი, რასაც ადამიანი თვალით ნახავს. გამოვყევით. სად ხართ ამ სასწაულის სანახავად? მომძანდით. ახლა ჩვენ სახლს ვუყურებთ ეზოს მხრიდან. მინდა წარმოდგენა შეგიხვდათ ამ სახლის მასშტაბთან დაკავშირებით. საუბარია დაახლოებით 2600 კვადრატულ მეტრ ფართზე, რომელიც არის მოქცეული სახურავ ქვეშ. ეს შედგება სამი შენობისგან. ერთი შენობა და ძირითადი, რა თქმა უნდა, არის ეს ცენტრალური შენობა, სადაც გვაქვს 5 საძინებელი. არის დამატებითი ეგრეთ წოდებული full house, რომელიც არის აუზთან მიმართებაში გასართობი სახლი და არის ცალკე მდგომი შენობა, კიდევ დამატებით 2 საძინებლით დამხმარე პერსონალისთვის. ანუ ჯამში ჩვენ საუბრობთ 3 შენობაზე, რომელიც მდებარეობს 13000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართზე. ქონება თავისი საზღვრებით გადის 2 ქუჩაზე, ერთი ამ სახლის უკან და მეორე ამ ნაკვეთის წინ. უზარმაზარ ფართობზე ვსაუბრობთ, 1 ჰექტარი და 300 არის ამ ყველაფრის საერთო ფართი. შენობას რაც შეეხება, მის მეპატრონეს ჰქონდა სურვილი, რომ ეს ყოფილიყო თანამედროვე ძალიან ესეთი მაღალი კლასის შენობა, ამიტომ დიდი ხანი ეძებდა მისთვის შესაფერის არქიტექტორებს, დიზაინერებს და ამიტომ არჩევანი შეჩერდა სამხრეთ აფრიკულ კომპანიაზე, რომელსაც ქვია SAOTA. SAOTA ძალიან ცნობილია მათთვის, ვინც ერკვევა ასეთი ტიპის სახლებში. პირველივე წინადადებაში SAOTA-ს თუ ჩვენ მოვძებნით, ნახავთ რომ SAOTA ფოკუსირდება ძალიან მაღალი კლასის თანამედროვე, ულტრათანამედროვე, მინიმალისტურ, მოდერნისტულ სახლებზე, ვილებზე და საკუთარ სახლებზე. ეს სახლი გახლავთ კარკასულ მდგომარეობაში, ის არ არის დასრულებული. თვითონ მშენებლობა დასრულებულია, როგორც ხედავთ, ვიტრაჟები ჩასმულია. ეს არის ძალიან ძვირად ღირებული გადაწყვეტილება, ეს ვიტრაჟები არის BBG-ს ასეთი კომპანიის მიერ წარმოებული, ჩამოტანილი პორტუგალიიდან. ძალიან მაღალი ვიტრაჟებია და იმისთვის რომ არ გაატყდეს ფანჯრები, ეს არის სპეციალური სიმტკიცის, ასე ვთქვათ, მასალით დამზადებული. ასეთ ვიტრაჟებს პრინციპში ჩვენ მხოლოდ სასტუმროებში თუ ვნახავთ. და ერთი დეტალიც, ეს ყველაფერი, რომელიც ახლა ასე ვთქვათ, ტერასულად და კარკასულად ჩანს, ეს ცხადია, ყველაფერი არის ძალიან დეტალურად ნაფიქრი და გამწვანება ამ ყველაფრის არის დაგეგმილი. ამ სიბრტყეზე, რომელიც მდებარეობს სახლიდან ოდნავ დაბლა, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, აუზის სივრცე და გასართობი სივრცე. სპეციალურად ამ მიზნით ამ ადგილას დგას ცალკე მდგომი შენობა, ასევე ვიტრაჟული, რომელიც ძალიან დეტალურად და მარტივად ინტეგრირდება ყველაფერ ამასთან. აი რომ წარმოვიდგინოთ, ეს ვიტრაჟები, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ და ეს შეგვიძლია ვთქვათ თელ სახლზე, პრაქტიკულად თლიანად ყველაფერი ერთმანეთში იკეცება და არაფერი არ ჩანს. გარემო პრაქტიკულად სახლისა და გარე ტერიტორიის ერთმანეთს ძალიან ბუნებრივად ერწყმის. ეს არის ამ ყველაფრის მთავარი გადაწყვეტილების მთავარი ღერძი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თვითონ SAOTA და ამასაც მარტივად ინტერნეტში მოვძებნით, SAOTA-ს ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ
ის აკეთებს გეგმავს სახლებს, სადაც სახლის შიდა სივრცე და გარე სივრცე ერთმანეთს პრაქტიკულად ზღვარის გარეშე ერწყმის. დონე სახლისა და ეზოსი პრაქტიკულად გათანაბრებულია, იხსნება ყველა ვიტრაჟი, როგორც წინ, ასევე უკან და პრაქტიკულად შენი სტუმრის მისაღები ოთახი პრაქტიკულად გამოდიხარ ამ 13000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც, როგორც ვთქვით, იქნება აბსოლუტურად გამწვანებული და ლანდშაფტ დიზაინით დავშვენებული. ეხლა ჩვენ შემოვედით ძირითადი სახლის ძირითად ნაწილში. ეს გახლავთ სტუმრების მისაღების სივრცე. რა უნდა ვთქვათ ამაზე? უზარმაზარი სივრცეა ვიტრაჟებით ორივე მხარეს. ამ ნაწილში ჭერის სიმაღლე დაახლოებით 8 მეტრი მაინც არის. ასეთი ატრიუმი, ასეთი მოცულობის მისაღების სივრცე იშვიათად მინახავს მეპირადად. რაც ძალიან მომწონს არის ასევე ის, რომ ეს ნაწილი, რომელიც არის ერთგვარად ამ სახლის ყველაზე მყუდრო ნაწილი, ასევე ვიტრაჟებით არის დაცული. ეს ვიტრაჟები ყველა ერთმანეთში ეხურება. წინა ვიტრაჟების ქალაქის წინა ვიტრაჟების ერთმანეთში ეხურება და ეს სივრცე მთლიანად გადადის როგორც ამ მყუდრო უკანა ეზოში, წარმოიდგინეთ რაღაცას გაპრულად გამწვანებული, ასევე ჩვენსავე 13000 კვადრატულ მეტრიან ეზოში, რომელიც აქ გვაქვს და თელი თბილისის ხედები გვაქვს წინ. სახლში გამოყენებულია, ნაყიდია და უკვე დაყენებულია ეგრეთ წოდებული BBG-ს სისტემის ვიტრაჟები. რითი განსხვავდება ეს ვიტრაჟები და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამისი, ასე ვთქვათ, სპეციფიურად ხაზგასმა? იმით, რომ ეს არის სუპერ გამძლე მასალა, ძალიან მაღალი გაუყოფელი ვიტრაჟები, ეს ყველაფერი არის მოტორიზირებული და ერთ წამში პულტით ყველა ეს ვიტრაჟი ერთმანეთში იკეცება. ისე რომ პრაქტიკულად ჩვენ კედელი და კუთხე არ ვრჩება. ყველაზე მეტად ეს მომწონს და მაოცებს ამ საოცარ გადაწყვეტილებაში, რომ ამ ხელა სივრცით პირდაპირ გადიხარ შენ საკუთარ ტერასაზე, ჩადიხარ აუზზე და ერწყმები ქალაქს. პრაქტიკულად არაფერი ზღვარი არ გაქვს წინ. სტუმრების მიღებისას და სახლში შემოსვლისას შემოსვლიდან მარჯვენა მხარეს აქ გვაქვს კიდე დამატებითი სივრცე იმისთვის, რომ პირობითად თუ ვიღებთ სტუმარს, რომელთანაც გვინდა საუბარი, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს სტუმარი მოხვდეს საცხოვრებელ ნაწილში, ეს სივრცე არის ამისთვის. მანქანის გარაჟი. აქვე ხაზს გავუსვავ, რომ მანქანებისთვის ჩვენ ცალკე გვაქვს მიწისქვეშა გარაჟი, სადაც 10-12 მანქანა მაინც ეტევა, მაგრამ განსაკუთრებულად საყვარელი მოდელისთვის, არ ვიცი, რაღაცა ტიპის Rolls-Royce-ისთვის, Mercedes-ისთვის, Maserati-ისთვის, ეს არის სპეციალურად გამოყოფილი სივრცე, სადაც პირდაპირ შენ საკუთარ სახლში ეს შენი საყვარელი მოდელი გიდგას. ეს კედელიც აბსოლუტურად იკეცება, ის კედელიც იკეცება, ანუ ესეც პრაქტიკულად ჩათვალოთ, რომ არის იმ საოცარ გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი არის ერთმანეთში შერწყმული, იმ გადაწყვეტილების ნაწილი. აქ ჩვენ ჩამოვდივართ, ასე ვთქვათ, გასართობ სივრცეში. ეს არის სახლის, ასე ვთქვათ, მიწის დონე, რომლის დიდი ნაწილიც გამოყენებულია უფრო მეტად ტექნიკური ხასიათის ამოცანებისთვის, მაგრამ ეს ნაწილი განსაკუთრებულია. აქ არის მარანი, აქ არის სიგარის ოთახი, აქ არის კინოთეატრი, აქ არის უზარმაზარი ბუხარი, ზუსტად აი ჩემს ზურგს უკან. და უამრავი სათავსო, რომელსაც ახლა ვიდეოში არ გაჩვენებთ, დამერწმუნეთ, რომ ძალიან დიდი სათავსოები გვაქვს,
და ეს ყველაფერი არის აი ამ კედლების უკან. ახლა შევდივართ სამზარეულო სივრცეში. ეს არის სამზარეულო, რომელიც პრაქტიკულად ერთი დიდი ბინის ხელაა. ამ სივრცეში წარმოდგენილი გვაქვს, რომ აქ უნდა იყოს სამზარეულო თავისი კუნძულით, სასადილო მაგიდით, ყველაფერი რაც სამზარეულოს ჭირდება. მაგრამ როგორც თანამედროვე გადაწყვეტილებები მოითხოვს, დღეს საჭიროა არაერთი, არამედ 2 ან 3 სამზარეულო. ამიტომ მეორე სამზარეულო ამ კედლის უკან გვაქვს. აი აქ გვაქვს მეორე სამზარეულო, ასე თქვა, ტექნიკური სამზარეულო, საიდანაც ძირითად სამზარეულოში მოხდება, ვთქვათ, კერძების მიწოდება. შევდივართ კიდევ ერთ დიდ სივრცეში, რომელიც ფუნქციონალობად შეგვიძლია ერთად მოვიფიქროთ. ის თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც ჯიმი, როგორც სავარჯიშო დარბაზი, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ყველაზე ლოგიკურად ვეჩვენება, რომ ჯიმი იყოს განთავსებული აუზის სახლის ტერიტორიაზე. იქ სპეციალურად, როგორც გითხარით, გვაქვს ეგრეთ წოდებული full house-ი, რომლის ფუნქცია შეიძლება იყოს დასვენება, გართობა და ვარჯიში. ესეც შეიძლება იყოს ერთი დამატებითი უზარმაზარი საძინებელი ან რაღაცა პროცედურების ოთახი, ნებისმიერი რამ კაბინეტი, თუმცა კაბინეტი ჩვენ მეორე სართულზეც გვაქვს. აი ამ მონუმენტური კიბეებით ავდივართ უკვე საძინებელ სივრცეში. მობრძანდით. ყურადღება მიაქციეთ ვიტრაჟების სიმაღლეს. აი ამ კედლებს იქით არის, ასე ვთქვათ, ოჯახის უფროსის, სახლის მფლობელის ცენტრალური საძინებელი, რომელსაც საძინებელს ვერ დავარქმევთ. ეს ყველაფერი იწყება პირადი კაბინეტით, აი ამ სივრცეში. შემდეგ შევდივართ საძილე ოთახში, რომელიც ჯამურად ალბათ ეს პარტი ერთი 100 კვადრატული მეტრი მაინც იქნება. რომელსაც სამი მხრიდან აქვს ვიტრაჟები. აქაც როგორც ყველგან ეს ვიტრაჟებიც პრაქტიკულად ქრება. არც ერთი ვიტრაჟი არ რჩება, ისინი ყველაფერი იკეცება და კედლებში იმალება. ამ მიმართულებით გვაქვს უკვე გარდერობის ოთახი, რომელიც შეიძლება იყოს დახურული, რომელიც შეიძლება იყოს ინტეგრირებული, ეს უკვე კონკრეტული გემოვნების და დიზაინის ამბავია ბატონო ჩემო. და აქეთ უკვე შევდივართ ცენტრალური საძინებლის სველი წერტილის ტერიტორიაზე. ყველაფერი გვაქვს, ესე იგი, გვაქვს სველი წერტილი, გვაქვს გარდერები, გვაქვს უზარმაზარი საძილე სივრცე და გვაქვს პირადი კაბინეტი. ცენტრალური საძინებლიდან მივდივართ სხვა საძინებლების მიმართულებით. ერთი 30 მეტრი გვაქვს გასავლელი, ასე რომ ამ სახში ცხოვრება გარკვეულწილად კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნასაც გულისხმობს. საძინებელის ტერიტორია თავისი აივნის სივრცით. ყველა საძინებელში ცხადია გვაქვს თავისი სველი წერტილი და გარდერობის სივრცე, როგორც მაგალითად აი აქ. ახლა ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მეორე სართულის ტერიტორიაზე, სადაც კიდევ დამატებით, ასე ვთქვათ, ლაუნჯ სივრცე გვაქვს იმისთვის, რომ უბრალოდ მოსასვენებლად, დასაჯდომად, ოჯახის წევრებთან სასაუბროდ არ ჩახვიდე ცენტრალურ ოთახში, სტუმრების ოთახში, არამედ აქაც, ასე ვთქვათ, მინი მისაღები ლაუნჯის საშუალებაა. კიდევ ერთი საძინებელი, უკვე მესამე საძინებელი და მეოთხე საძინებელი. ამით პრაქტიკულად ჩვენი შენობის უკიდურეს მარცხენა კედელს უახლოვდებით თავისი პატარა ტერასით. სველი წერტილით, გარდერობით, იმ ცნობილი ვიტრაჟებით, რომლებზედაც უკვე ვილაპარაკე, რომლებიც ერთმანეთში იკეცება და პრაქტიკულად ქრება და თბილისზე ძალიან ლამაზი ხედებით.